ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების მმართველობის 13 წლიდან 8 წლის განმავლობაში ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო თავდაცვის მინისტრი, ლილუაშვილი ბოლო 6 წლის განმავლობაში იყო სუსის უფროსი და უცებ მათი და მათი გარემოცვის სახლებში ატარებენ ჭრეკას, იღებენ დიდი ოდენობით ძვირფასეულობას, დიდი ოდენობით თანხას, ცოტა ხანში დააკავებენ, ცოტა ხანში მათ მოღალატეებად გამოაცხადებენ და კორუფციონერებად და ცუდ ხალხად გამოაცხადებენ და აი ყველაფერსო თავი დავანებოთ ქართული ოცნების ამორჩეველთან მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვები რა, აი დაუშვათ რომ მოღალატეები არიან. ვინმე აიღეს პასუხისმგებლობას იმაზე რომ მოღალატე ადამიანში მოღალატე ვერ იცნეს და ორჯერ დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ვინმე გამოვა და იტყვის რომ შეგვეშალაო, ვინმე აიღეს პასუხისმგებლობას იმაზე რომ მოღალატე ადამიანი დანიშნეს თავდაცვის მინისტრად და ჯართან მიუშვეს. ამაზე ვინმე პასუხისმგებლობას აიღებს, იტყვის მაგალითად მამუკა მდინარაძე რომ ბოდიში ხალხო თქვენ რომ ამაზე იძახით კორუფციონერი იყო, მე მაშინ რომ ვამბობდი და რომ არ იყო კორუფციონერი და მაშინ რომ ვიცავდი, არ ვიყავი მართალი, ან კობახიძე თუ იტყვის, არ ვიყავი სწორი, როცა ვამბობდი ქართული ოცნების ნებისმიერ ლიდერს ფული რო დაუდო წინ ხელს არ მოკიდებენო. ამაზე თუ აიღებს ვინმე პასუხისმგებლობა და ვინმე თუ აღიარებს თავის შეცდომას, აი მოღალატე თუ არის მართლა, მოღალატეში რომ მოღალატე ვერ იცნეს და ეხლა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, 3 პრეზიდენტიდან 2 თუ მოღალატე იყო, გახარია თუ მოღალატეა, ღარიბაშვილი თუ მოღალატეა, ლილუაშვილი თუ მოღალატე და კორუფციონერია, არ გვაქვს მაგის ლეგიტიმური უფლება, რომ ქართულ ოცნებას მოღალატეების და კორუფციონერების პარტია დაუძახოთ, იმიტომ რომ რა ვიცი, უმეტესობა ადამიანების ვიზეც ნიშნავდნენ წარმატანამდებობაზე, მათ შორის პრეზიდენტების დანიშნული ეს ადამიანები საბოლოო ჯამში მოღალატეები, კორუფციონერები და ცუდი ხალხი ყოფილან. და ქართული ოცნების ამორჩეველს კიდევ ვიტყვი, რას აპირებენ რომ ისე მოიქცნენ როგორც გახარიას შემთხვევაში მოიქცნენ, რომ ჯერ ძალიან კარგი კრიზის მენეჯერი ეძახეს და მერე მოღალატე და ბოლი და ცუდი კაცი. ეხლა ღარიბაშვილის შემთხვევა კიდევ უფრო უარეს იმას, ადამიანებს ახვედრებდნენ ქალაქებში და ქუჩებში და მადლობას უხდიდნენ მშვიდობისთვის და მართლმადიდებლობისთვის და ეხლა იგივე ადამიანებს, იგივე კოორდინატორებს WhatsApp-ის ჩატში SMS უნდა მივიდეთ, რომ ეხლა თქვენ რო დახვდით და მართლმადიდებლობისთვის რომ მადლობა გადაუხადეთ იმ ადამიანის Facebook გვერდზე, შედით ნიუსებზე და აგინეთ რომ უნდა უთხრან და აპირებენ ამის გაკეთებას. აი ქართული ოცნების ამორჩეველს საუბრებოდი და გუშ დააკვირდი მათ მხარდამჭერების რეაქციებს, მათ შორის პერსონალ ღარიბაშვილის. აი რა გითხრა ამ რეაქციებს? როგორ ფიქრობ, აი ხომ არ დაგიტოვა განცდა რაღაცა, აი ამ ესე ვთქვათ, ღარიბაშვილის დაკავების წინა სიტყვაობა ხო არ არის ეს გამომზეურება, ესე ვთქვათ, იმ ძვირფასეულობის და თანხების, რომელიც ქონია თურმე. აი კომენტარებმა რა გითხრა? ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის გუშინ მათი კომენტარების წაკითხვა, რომ თითქოს არ უნდათ რომ დაეჯერებინათ. რაღაც ნაწილმა თქვა, რაღაც ნაწილი რაღაცა ეგრევე გადაეწყო ბიძინა ივანიშვილზე, რომ აი მე პერსონალურად ივანიშვილის მხარდამჭერი ვარ და როგორც ივანიშვილი ჩათვლის საჭიროთ, ანუ აი თუ საჭიროდ თვლის ივანიშვილი რომ ღარიბაშვილი დასაჭერია, მაშინ ოკეი. ხო, მთავარი პრობლემა აქ სინამდვილეში არის ის, რომ ეს ადამიანები მართლა ფულის მოპარვის გამო კი არ დაკავდებიან და ციხეში მაგიტო კი არ წავლენ, იმიტომ წავლენ, რომ იქ ივანიშვილის კარზე ერთმა გუნდმა მეორე გუნდს მოუგო და შესაბამისად ივანიშვილი დაარწმუნა, რომ გიღალატეს ეხა შენ ამათმა და ციხეში მაგიტო უნდა გაუშვე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ისევე ვყარები, როგორც ნინო ჟღარკავას უყვარდა ირაკლი ღარიბაშვილი და ისე არ გამყიდის, როგორც ამ ადამიანმა ირაკლი ღარიბაშვილი გაყიდა, თითქოს არც არსებობდა მის ცხოვრებაში. მე სულ ვამბობ, რომ ჩვენს და მათ შორის განსხვავება ის არის, რომ მან დრო ვიღაცას აკავებენ, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც კი შლიან ადამიანები და მეორე მხარეს შეიძლება ძალიან არ მოსონდეს ერთ მეორე რომელსაც დააკავენ, მაგრამ მე 10 მაგი მონდომებით იწყებს იმაზე ფიქს და იმაზე გარჯას, რომ როგორმე მარტო არ დატოვოს და ერთადერთი გამონაკლისი რაც ეხა ცუდად რო არ გამოიძა ტყუილი რო არ თქვა, მეუფე იაკობი იყო ადამიანი, რომელიც და შეიძლება სწორი საქციელი არ იყოს ეხა მეორე მხრიდან, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელი საქციელია და ბევრი არ იქცევა ეგრე, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან გადაღებული ფოტოები კი არ წაშალა, რაც ჰქონდა გადაღებული, ის ფოტოები ეხლა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და მინიმუმ ერთმანეთს მაინც რაღაცნაირად ერთგულება დაანახო, როგორ შეიძლება ამდენად თვალთმაცი იყო, რომ ადამიანს, რომელსაც გუშინ ესე გუნხურავი დაკებდი და შენს პრემიერს და შენს მესიას და თეცხენზე ამხედებულ პრინცს ეძახდი, დღეს ამბობ, რომ აი იცით რა არის, იმაზე კი არ ვდარდობ, რომ ეს კაცი ცუდი კაცი ყოფილა, იმაზე ვდარდობ, რომ ბიძინა ივანიშვილი იდარდებს ამ ყველაფერზე. ეს არის ბჭყალეში გაправების იმგვარი მეთოდი, რომლითაც შეიძლება გებელსაც კი შეშვრებოდა. ამ შემთხვევაში ახალ მწვერვალებს იპყრობენ. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ამორჩეულის დიდი ნაწილი ამას არ იმჩნევს. ყოველ შემთხვევაში მე ამ შემჩნევას ვერ ვხედავ.